მოგესალმებით. დღეს გასათხოვარ გოგონებზე გვაქვს გაშლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნებია. თუ ხარ გასათხოვარი, უყურე ამას. თქვი შენი სახელი და ჩაიფიქრე შენი სურვილი. რა მელოდება მომავალში, კითხე და დავიწყოთ. ნახოთ რა გელოდება. ჩემო კარგო, ამოგივიდა შეხვედრა გულში. ფიქრები გაქვს შეხვედრაზე. რაღაცა ამბავი გელოდება. ოღონ ეს ახალი ამბავი, რაღაცა პუსტა ამბავი იქნება, იცოდე. ამოგივიდა დასაქორწინებაში. ახალგაზრდა წლოვანებით პატარა ბიჭი არის. რაღაცა ძალიან დიდი, დარდით, განცდით, ან რაღაცა ავანტყოფურად ამოგდის, ჩემო კარგო. კარგი, ნახოთ აბა კიდე რა გელოდება შენ სურვილებში. აქ რაღაცა ქალბატონი ამოგივიდა კაზიონის სახლით. რაღაც სიხარულები კი გელოდება, ჩემო კარგო. ამ ქალბატონიდან, მაგრამ ბოლოს რაღაც შენ საქმეში ჯავრით დარჩები. შენ უფრო მომავალში რა გელოდება, იცი? ცოლიანი პიროვნება, ცოლიანი ბიჭი გიჩანს, რაღაცა დიდი სიყვარულით დაგედგება ბოლოს. კარგი. ნახოთ კიდე რა ხდება. იქამდე ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო. და თუ პირადი კონსულტაცია გსურთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 557 64 38 81 WhatsApp-ზე. გავაგრძელოთ რა ხდება. გვერდზე გიდგება ვიღაცა ქვრივი ქალბატონი. ან შეიძლება ეს ქალბატონი იყოს შავთმიანი. რაღაცა ნერვიულობა, გზა და ნერვიულობით ამოხვედით აქ. შავგვრემანი პიროვნება გიჩანს, სიხარულით, რაღაცა სასიხარულო ცვლილებები გიჩანს. ლაპარაკი ამოგდის, უფრო უმეტესად. ამ დღეებში რა გამშვიდებს? ამ დღეებში და გამშვიდებს, ჩემო კარგო, ხელში რაღაცა თანხა ჩაგივარდება. ამით უნდა დამშვიდდე. კარგი, ნახოთ ახლა რა მდგომარეობები გაქვს. გზა ამოგდის, ჩემო კარგო, გზა. ვიღაცა ცოლიანი მამაკაცი რაღაცაზე ქუხს, რაღაცა უნდა, რაღაცას ცდილობს. შენ სხვადასხვა კარებს გიხსნის რაღაცა სიხარული. რაღაცა თუ უნდა გაიხარო ძალიან, მაგრამ რა არის აქ საქმე? ცვლილებებს ელოდები, შეიძლება რაღაცა მთავრობის საქმე არის, შეიძლება რაღაცა ქონება იყოს, ან რაღაცა ცვლილებებზე გაქვს ფიქრი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცვლილებები ჯავრში გაქვს. ნახოთ აბა კიდე რა ხდება. ამოგივიდა ეს ფორმიანი მამაკაცი. ან არის ბედგამონაცვალი. შეიძლება შავგვრემანი პიროვნება იყოს, ჩემო კარგო. საღამოს გზით რაღაცა სერიოზული ნერვიულობა ამოდის ამ მამაკაცზე. ან შენ თვითონ იყავი ფრთხილად, რაღაცაზე არ გაგანერვიულოს. ახალი ამბავი გელოდება. უცოლშვილო ბიჭი არის, წლოვანებით დიდი ბიჭია. ოღონ როგორი ამბავია, იცი? ცოტა არ იყოს ეს პიროვნებაც დარდით ამოგივიდა. ან სერიოზულად რაღაცა პრობლემები აქვს ამ ბიჭსაც. შენ თვითონ ძალიან საეჭვოდ დგეხარ. სადაც გავიხედავ თითქოს ყველა დარდიანი და პრობლემიანი პიროვნებები გიჩანს, ჩემო კარგო. ამოგდის სახლის ჭერი შენ თვითონ. ცოტა საეჭვოდ დგეხარ. შეფერხებით დგეხარ, ცვლილებებს ელოდები, მაგრამ ჯერჯერობით ჯავრში ამოხვედი, ჩემო კარგო. ჯავრი ამოგდის. მოდით ნახოთ ახლა, ახლო მომავალში რა გელოდება. რა გელოდება ახლო მომავალში, ეს გავიგოთ.
ახლო მომავალში, ჩემო კარგო, ორი მამაკაციდან გელოდება დამშვიდება. ან გვერდზე დაგიდგებიან, მხარში ამოგიდგებიან, ან უფრო ეს ორი ადამიანი გამშვიდებს. შენ მაგიდა გელოდება მოულოდნელი, ოღონ ძალიან სასიამოვნო მაგიდასაც ვერ ვხედავ. გზის თაობაზე თუ რამე ფიქრები გაქვს, შეხვედრა გელოდება და ამოგდის, ჩემო კარგო, თანხა და უფრო ვიღაცა ცოლიანი პიროვნება, რომელიც დიდ როლს თამაშობს აქ. ახლა, ჩემო კარგო, მინდა ვნახო, რა გიშლის ხელს ეს საეჭოთ რო დგეხარ შენ საქმეებში. ახლა თუ ფიქრობ ბედნიერებაზე, წარმატებაზე, გათხოვებაზე, აქ ჯერ ასეთი რამე არ გიჩანს და ვნახოთ რა გიშლის ხელს. წარსულში სხვათა შორის ძალიან ბევრ რაღაცაში ენამ გაგიფუჭა საქმე, ჩემო კარგო, ძალიან ბევრი ენა და ლაპარაკი ყოფილა. საქმეების მოგვარება გინდოდა, მაგრამ ძალიან დიდი მერყეობა ამოგივიდა, ნერვიულობა ამოგივიდა. ამ ნერვიულობის მერე ვიღაცა გათხოვილი ქალბატონი გვერდზე დაგდგომია. რაც კი გაგიკეთებია ცხოვრებაში, თითქოს ყველაფერი წყალში ჩაყრია. ჩემო კარგო, ურთიერთობა ყველგან ცუდად დამთავრებას მიჩვენებს და ძნელად გამოსვლას მდგომარეობიდან. თითქოს უკვე მამაკაცებშიც უნდობლობა გაქვს. ჩემო კარგო, ცოტა არ იყოს, ნეგატიური ფონებიცა გაქვს და ამობრუნებული გასაღები დაგეცა. ესე იგი, შენს წარმატებებში, შენს ბედნიერებაში, შენ ბედში გაქვს ძალიან დიდი ჩაგეტილობა. რა გელოდება მაშინ? ახლა ამ წუთში რო გითხრა, ჩემო კარგო, სერიოზული ჯერჯერობით არაფერი არ გიჩანს. ლიდერობა გაქვს ამობრუნებული. შენ წარმატებებზე გელოდება რაღაცა დიდი დაზარალება. აი გეუნები, ვარსკვლავიც ამოგივიდა შენი შანსები. ამოგივიდა მზეც შენი ბედნიერება, მაგრამ გარედან ყოველთვის სულ დიდ ზარალებს ვხედავ. ამას მიაქცია ყურადღება. ამჟამად შენ სურვილებში ძალიან დიდი მერყეობა გიჩანს, ჩემო კარგო, და ამოგივიდა უბრალოდ სახლის ჭერი. შეიძლება სახლის თაობაზე რაღაცა სურვილი შესრულება კონდეს, ან შეიძლება და სახლში ისევ ამოყო თავი. ჯერჯერობით რო გითხრა, წარმატება და ბედნიერება გელოდება მეთქი არ ჩანს. ამიტომ უნდა მიაქციო ყურადღებას შენს შანსებს. ამობრუნებული გასაღები და ნეგატივი დაგეცა, ჩემო კარგო. ნახოთ სამყარო და დაწერილი გაქვს. რაღაცა საქმე უნდა დაამთავრო, ჩემო კარგო, რო წინსვლა გქონდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდ დაღლილობას ვხედავ შენ ცხოვრებაში, ზურგზე გაწევს რაღაცა დიდი ლოდი, ჩემო კარგო. ეს ტვირთი უნდა ჩამოიხსნა, რო წინსვლა და ბედნიერება იპოვო. აი მერე გელოდება უკვე წარმატება. კი, ნამდვილად გექნება წარმატება. ახლა დროებით გემშვიდობებით, ძვირფასო მეგობრებო. კი, ნამდვილად გინდა, იმიტომ რომ ყველა საქმე შენი ძაბზე კიდია. ნახვამდის, ჩემო კარგო.